მიქაელის მისია, მეხუთე თავი. რა არის სამშვინველისთვის აუცილებელი? ეს არის ჭეშმარიტი შემეცნება. რით მიაღწევს ამას ადამიანი? რით მიაღწევს ამას კაცობრიობა? მხოლოდ და მხოლოდ ევოლუციის უმნიშვნელოვანესი კანონების ათვისებით. აი ის, რაც თან მოაქვს კაცობრიობის განვითარებას, ჩვენ უნდა ჩვენი მშვინვიერი ცხოვრების შემადგენელ ნაწილად ვაქციოთ. აი სწორედ ეს არის თანამედროვე ადამიანის ამოცანა. ეს უკვე აღნიშნეთ წინა საუბრებში, როდესაც ვთქვი, რომ კაცობრიობის განვითარება თავისებურად ცოცხალი ორგანიზმის განვითარებას ნიშნავს. როგორც ცალკეული ინდივიდუუმის, ასევე ერთიანი კაცთა მოდგმის განვითარებაში აღინიშნება კანონზომიერი ზრდა. დადგა დრო, როდესაც ადამიანმა თავის შემეცნებაში უნდა აღადგინოს და განაახლოს ზოგიერთი რამ და რამდენადაც ადამიანი თავისი განმეორებადი მიწიერი ცხოვრებების მანძილზე კაცობრიობის ისტორიული განვითარების სხვადასხვა ფორმებში მონაწილეობდა, დღეს მან გარკვეული აუცილებლობიდან გამომდინარე უნდა განავითაროს ევოლუციის ცალკეული ეპოქის ადამიანთა მშვინვიერი წყობის ნიშანდობლივ განსხვავებულობათა არსობრივი გაგება. ხშირად მithქვამს, რომ ის, რასაც დღეს ისტორიას ვუწოდებთ, ფაქტიურად არის ერთგვარი ზღაპარი. რამე თუ მოვლენათა აბსტრაქტული კონსტატირება და ისტორიული პროცესების მიზანშედეგობრიობათა გარეგნულ ასპექტში გაშუქება არ ითვალისწინებს თავად ადამიანის მშვინვიერი ცხოვრების მეტამორფოზებს. როდესაც ფაქტებს ამ მიმართებით ვიხილავთ, ღრმად ვრწმუნდებით თუ რაოდენ მცდარია მოსაზრება თითქოს და ადამიანის ამჟამინდელი მშვინვიერი წყობა კვლავაც ისეთივეა, როგორიც იყო იმ შორეულ წარსულში, რომელზეც ყველაზე ადრეული ისტორიული დოკუმენტები მეტყველებს. ქრისტიანული წელთაღრიცხვის მე-9-10 საუკუნის ადამიანებს, ყველაზე უბრალო, ყველაზე პრიმიტიულ ადამიანებსაც კი სრულიად სხვაგვარი მშვინვიერი წყობა ჰქონდათ. ეხლა რას ნიშნავს მშვინვიერი წყობა? ანუ ფიქრების გრძნობების, მარადიულობის შეგრძნების გრძნობა. ამაზეა ლაპარაკი. ყველაზე პრიმიტიულ ადამიანებსაც კი სრულიად სხვაგვარი მშვინვიერი წყობა ჰქონდათ, ვიდრე მე-15 საუკუნის მეორე ნახევრის შემდგომ ცხოვრებთ. მოდით შევეცადოთ და გავარკვიოთ დანტეს შესანიშნავ ნაწარმოებში მონარქია. იგი დაწერილია კონკრეტული ეპოქის წარმომადგენლის მიერ, რადგანაც შეუძლებელია თანამედროვე ადამიანს თავისი მშვინვიერი არსიდან გამომდინარე აზრად მოსვლოდა ის, რასაც ამ ტექსტში ვკითხულობთ. ნაწარმოებში, რომელიც ჩაფიქრებულია როგორც სერიოზული, პოლიტიკურ სამართლებრივად დასაბუთებული ტრაქტატი მონარქიაზე, დანტე ცდილობს დაამტკიცოს, რომ ამ ქვეყნად ყველაზე ღირს ყოფილნი რომაელები იყვნენ და რომ ის დამპყრობლობა, რომაელები რომ აწარმოებდნენ, მათი ღვთით მონიჭებული უფლება იყო. დანტე გვარწმუნებს, რომ რომაელთა ეს უფლება აღემატებოდა მათსავე მიერ დაპყრობილი მცირე ერების უფლებას დამოუკიდებლობაზე, რამე თუ თავად ღმერთი ნებელობდა, რომ ამ დაპყრობილი ერებისავე კეთილდღეობისთვის რომაელებს ებატონათ მათზე. დანტე თავისი მოსაზრების რომაელთა მიერ მთელი დედამიწის მისაკუთრების მსოფლიო მონოპოლიის გასამართლებლად უამრავ რწმუნებებს წარმოგვიდგენს. აი ერთი მათგანიც, დანტე ამბობს: რომაელები ენეოსიდან წარმოიშვნენ. ენეოსმა სამჯერ იქორწინა. პირველად იგი დაეუღლა კრეუსას. ამ შეუღლებით მან, როგორც მამამთავარმა, აზიის გამგებლობის უფლება მოიპოვა. მეორე ქორწინებით იგი დიდონას დაუკავშირდა და როგორც რომაელების წინაპარმა აფრიკის მისაკუთრების უფლება მიიღო. ხოლო ლავინიაზე ქორწინებით ენეოსმა თავისთვის და შესაბამისად რომაელთათვისაც ევროპის მფლობელობა გაინაღდა. გერმან გრიმმა ამის თაობაზე ჩემი აზრით ერთობ მოსწრებულად შენიშნა. კიდევ კარგი იმ დროს ამერიკა და ავსტრალია ჯერ არ იყო აღმოჩენილი.
მაგრამ დანტესთვის იმ დროის განათლებული, ჭეშმარიტად გამორჩეული გონების ადამიანისთვის ამგვარი განსჯა სავსებით ბუნებრივი იყო. ასეთი გახდათ მაშინდელი იურიდიული საზრისი. ახლა კი წარმოვიდგინოთ, თუმცა ამის წარმოდგენაც კი ძნელია. თუ რა მოხდებოდა ჩვენი დროის იურისტს მსგავსი აზრები რომ გამოეთქვა. ასევე ძნელად წარმოსადგენია, რომ აზროვნების ის ხერხი, რომელმაც დანტე სხვა საკითხებთან მიმართებაში იყენებს, თანამედროვე ადამიანის მშვენიერმა წყობამ წარმოშვას. აღნიშნული ფაქტი ცხადყოფს, რომ აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იქნეს ადამიანთა მშვენიერი მეტამორფოზა. ამ მხრივ ჩვენ გარკვეულწილად დღემდე ვცოდავთ. ეს კი არც დღეს და მით უფრო მომავალში საქმეს არ წაადგება. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ კაცობრიობას დასაბამიდან დღემდე, უფრო ზუსტად კი მე-18 საუკუნის ბოლომდე, ერთგვარი ინსტინქტები გააჩნდა. საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ თანდათან ყველაფერი შეიცვალა, მაგრამ მაინც შემორჩა წარსულის ერთგვარი ნაშთი. ამ ინსტინქტებიდან გამომდინარე, კაცობრიობას შეეძლო განევითარებინა ის შეგნება, რომლითაც იგი სამშვენივროს ასაზრდოებდა. მაგრამ დღევანდელი კაცობრიობის მუდმივ ცვალებად ორგანიზმში ინსტინქტურმა სრულიად დაკარგა ძალა და ადამიანმა ან თავადვე უნდა მოიპოვოს შეგნებული კავშირი ერთიან კაცობრიობასთან, ან მისი არსებობა ფუჭია. ეს იგი გამოდის, რომ ადამიანმა ახლა თავადვე უნდა მოიპოვოს შეგნებული კავშირი ერთიან კაცობრიობასთან. სწორედ ეს გახლავთ სოციალური საკითხის უმნიშვნელოვანესი პირობა. ეს იგი მოიპოვო შეგნებული კავშირი ერთიან კაცობრიობასთან. დღევანდელ პარტიულ პლატფორმებში მარტოდან ზედაპირული ფორმულირებები მტკიცდება. ის, რაც ადამიანის სამშვენივროს ღრმა წიაღიდან ზეისწრაფის, სწორედ ასეთ ფორმულირებებშია გამოხატული. ესე იგი, ის, რაც ადამიანის სამშვენივროს ღრმა წიაღიდან ზეისწრაფის. კაცობრიობა გრძნობს, რომ ყოველმა ცალკეულმა პიროვნებამ უნდა მოიპოვოს ცნობიერი ურთიერთკავშირი მთელ კაცობრიობასთან. ესე იგი, შეითვისოს, შეისხლხორცოს სოციალური იმპულსი. ჩვენ ეს არ შეგვიძლია, ვიდრე არ გავითვალისწინებთ ევოლუციის განონს. მოდით კიდევ ერთხელ ამჯერად სხვა მიმართებით კვლავ მივუბრუნდეთ მრავალგზის ნათქვამს. მაგალითისთვის ავიღოთ ჩვენი წელთაღრიცხვის მე-4 და მე-16 საუკუნემდე პერიოდი. ჩვენთვის ცნობილია თუ როგორ იყიდებს ფეხს ქრისტიანობა ცივილიზებულ ევროპაში. ვიცით აგრეთვე თუ რა ძალისხმევის ფასად მკვიდრდება გოლგოთას მისტერიის საიდუმლოება ადამიანის ცნობიერებაში, ბერძნული კულტურიდან თანმოყოლილი წარმოდგენების და ცნებების მეშვეობით. ამის შემდეგ მიახლოებით მე-15 საუკუნის შუა პერიოდიდან იწყება ევოლუციის ფორმა ცვალებადობა, რაც ნათლად გამოიკვეთება მხოლოდ მე-16 საუკუნეში. ამ დროს დომინირებს მეცნიერულ საბუნებისმეტყველო ორიენტაციის აზროვნება, რომელიც თავიდან კაცობრიობის ზედა ფენებში მკვიდრდება, ხოლო შემდგომ თანდათან მთელი სიღრმის სიგანით ერთიანად მსჭვალავს მთელ კაცობრიობას. თანამედროვეობის მეცნიერულ საბუნებისმეტყველო აზროვნება დაბეჯითებით ესწრაფვის ადამიანის არსების გარე ბუნების წევრად აღიარებას. თანაც ეს უკანასკნელი ცნაურდება როგორც ურთიერთგანმაპირობებელი მიზეზშედეგობრიობის ერთიანი ნაკადი. დღეს უდავოდ ბევრი ადამიანი ნათლად მხედველი, რომ თავისუფლების განცდა არის ადამიანური შეგნების ფაქტი. მაგრამ ამის მიუხედავად არ ძალუძს ამ პრობლემების გადაჭრა. რამე თუ მეცნიერულ საბუნებისმეტყველო აზროვნების ჩარჩოებშია მოქცეული. როდესაც ადამიანს თანამედროვე ბუნებისმეტყველების მოთხოვნათა შუქჭრილში ვაცნობიერებთ, ვრწმუნდებით, რომ ადამიანის აზროვნების ზემო აღნიშნული ხერხი სრულებით არ ესადაგება ადამიანის თავისუფლების ცნებას. მე ვიცნობდი სისხლის სამართლის დარგის ერთ პროფესორს, რომელიც თავის ყოველ ლექციას ასეთ შესავალს წარუმძღვარებდა ხოლმე. ბატონებო, ჩემი ლექცია ეხება სისხლის სამართალს. დავიწყებ იმ აქსიომით, რომ არსებობს ადამიანის თავისუფლება და პასუხისმგებლობა. რამე თუ ამ ცნებების გარეშე არავითარი სისხლის სამართალი არ იარსებებდა.
მაგრამ რა კი ამ ლექციას ვატარებ, ესე იგი სისხლის სამართალი არსებობს და აქედან გამომდინარე არსებობს ადამიანის თავისუფლებაც და პასუხისმგებლობაც. ეს ერთობ მარტივი არგუმენტაცია იმ სირთულეებზე მიუთითებს, რომელთა პირისპირ დგას ადამიანი, როდესაც გვეკითხება, როგორ შევათანხმიერო ბუნებრივი გარდაუვლობა თავისუფლებასთან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს შეკითხვა მიუთითებს, რომ ბოლო რამდენიმე საუკუნის განვითარებამ ადამიანი აიძულა იფიქროს ბუნებრივი გარდაუვლობის ყოვლის შემძლეობაზე. მართალია ამას ასე ზუსტად ვერ აყალიბებენ, მაგრამ ასე თუ ისე აღიარებენ ბუნებრივ გარდაუვალობას, მის გარკვეულ ძალმოსილებას. რას ნიშნავს ეს? რას ნიშნავს ბუნებრივი გარდაუვალობის ძალმოსილება, ყოვლის შემძლეობა? ჩვენ უკეთ გავუგებთ ერთმანეთს თუ გავითვალისწინებთ იმას, რაც არაერთ გზის მithქვამს წინა შეხვედრებზე. სახელდობრ, თანამედროვე მოაზროვნეებს სწამთ, რომ სწორად ფიქრობენ და მიუკერძოებლად მეცნიერ მკვლევარს რომ შეეფერება, ისე აზროვნებენ. რასაც გვიმტკიცებენ, რომ ადამიანის სხეულისა და სამშინველისგან შედგება. მართლაც და დღეს ადამიანები უდიდესი ფილოსოფოსის ვილჰელმ ვუნდტის ჩათვლით, რომელმაც თავისი უდიდესობა გამომცემლის წყალობით მოიპოვა, განაცხადებენ თუ კი ობიექტურად, წმინდად მეცნიერულად ვიაზროვნეთ და სამშინველის როგორც ასეთის არსებობასაც დავუშვებთ, უნდა ვთქვათ, რომ ადამიანი არის სხეულის და სამშინველისგან შემდგარი არსება. ამგვარ გარემოცვაში ერთობ მოკრძალებულად კრთის ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება, რომ ადამიანი შედგება სხეულის, სამშინველის და სულისაგან. ფილოსოფოსებმა, რომელთაც მიუკერძოებულ მოაზროვნეებად მოაქვთ თავი და სწამთ, რომ ადამიანი მხოლოდ სხეულისა და სამშინველისგან შედგება, არ უწყიან, რომ მათი კონცეფციის ქვაკუთხედი კონსტანტინოპოლის მერვე მსოფლიო კრებულის დროს დაიდო, როდესაც კათოლიკურმა ეკლესიამ გააუქმა სული და მიიღო დოგმა, რომ იმიერიდან მართლმორწმუნე ქრისტიანისთვის ადამიანი უნდა ცნაურდებოდეს როგორც სხეულის და სამშინველისგან შემდგარი არსება, ანუ ორწევრა არსება. ამასთანავე სამშინველს სულის ზოგიერთი თავისებურებებიც მიეწერა. ასეთი გახლდათ საეკლესიო კანონი. მიუკერძოებული მეცნიერების მსახურად შერაცხული ფილოსოფოსებიც დღემდე ამას ასწავლიან და აზრადაც არ მოსდით, რომ უბრალოდ ეკლესიურ კანონს იცავენ. აი ის, რაც უნდა ითქვას ბუნებრივი გარდაუვლობის მიმართებით. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მე-4 საუკუნიდან მე-16 საუკუნემდე ღმერთის სრულიად განსაზღვრული ცნება კვლავ უფრო და უფრო კრისტალიზდებოდა. თუკი ამ საუკუნეების სულიერი განვითარების უფაქიზე სფეროებში ჩავღრმავდებით, დავინახავთ, რომ ადამიანის აზროვნებაში თანდათანობით ისადგურებს ღმერთის განსაზღვრული ცნება, რომლის განვითარების კულმინაცია გამოიხატა გამონათქვამში ყოვლის შემძლე ღმერთი. დღეს ერთეულებმა გაიციან, რომ ქრისტიანული წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნემდე ღმერთზე, როგორც ყოვლის შემძლეზე ლაპარაკს არავითარი აზრი არ ჰქონდა. კატეხიზში ჩაღრმავებას არ ვაპირებთ, მაგრამ აქ ნამდვილად შეიძლება ამოვიკითხოთ. ღმერთი ყოვლის შემძლე, მრავალმოწყალე, ყოვლის პრობელი. ამ ცნებებს არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტებასთან. ჩვენი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნემდე ყოვლის შემძლეობა არც ნაურდება, როგორც ღვთაებრივი არსების ძირითადი თვისება. რამე თუ ბერძნული ცნებების ზემოქმედება იმ პერიოდში ჯერ კვლავ ინარჩუნებს თავის ძალას, ფიქრობს რა ღვთაებრივ არსებაზე, იმჟამინდელი ადამიანი უპირველესად იხსენიებს არა ყოვლის შემძლე, არამედ ყოვლის მცოდნე ღმერთს. სიბრძნე იმხნად ღვთაებრივი არსების უპირველეს და უმთავრეს ატრიბუტად მიიჩნეოდა, მაგრამ დაწყებული მე-4 საუკუნიდან ყოვლის შემძლეობის ცნება თანდათან სჭვალავდა ღვთაებრივი არსების იდეას. ამან შემდგომი განვითარება განიცადა და საბოლოოდ სიბრძნის ნაცვლად ღმერთს ძირითად ატრიბუტად ბუნების ჩვეულებრივი წესრიგი იქნა მიჩნეული ღმერთის ძირითად ატრიბუტად. ბუნების ჩვეულებრივი წესრიგი. ეს ცნებაც თანდათანობით მექანიკური გაგების დონემდე დავიდა
და ბუნებრივი გარდაუვლობის, ბუნების ყოვლის შემძლეობის თანამედროვე ცნება სხვა არა გახლავთ რა, თუ არა მე-4-დან მე-16 საუკუნემდე განვითარებული ღმერთის ცნების შედეგი, რომელშიც პიროვნებისთვის ნიშნეული ატრიბუტები უკუგდებულ იქნა და რაც ადრე ღმერთის ცნებას გამოხატავდა, საბუნებისმეტყველო აზროვნების ხერხად გადაკეთდა. თანამედროვე მეცნიერ ბუნებისმეტყველები, რა თქმა უნდა, გადაჭრით უარყოფენ ამ მოსაზრებას. როგორც ფილოსოფოსებს მათ სწამთ, რომ მიუკერძოებლად აზროვნებენ ადამიანის მიმართებით. განიხილავენ რა მას, როგორც სხეულის და სამშინველისგან შემდგარ არსებას. სინამდვილეში კი ისინი უბრალოდ მისდევენ კონსტანტინოპოლის 869 წლის მერვე მსოფლიო კრებულის დოგმას. ასევე ისტორიული პროცესების დინებას მიჰყვებიან ჰეკელიანელები, დარვინისტები და მათთან ერთად ფიზიკოსებიც. თავიანთი ბუნებრივი გარდაუვალობითურთ ამას ემატება აგრეთვე იმ თეოლოგიური მოძრაობის გარკვეული ზემოქმედებაც ავგუსტინედან კალვინამდე რომ გამომუშავდა. ეს აუცილებლად უნდა გავაცნობიეროთ. ყოველი ევოლუციური მიმდინარეობის თავისებურება ის გახლავთ, რომ განსაზღვრულ ევოლუციასთან ერთად იგი თავის თავში ინვოლუციას, ანუ დევოლუციასაც მოიცავს. იმ დროს, როდესაც ყოვლის შემძლე ღმერთის ცნება ვითარდებოდა, ადამიანის მშვენიერი ცხოვრების ქვეცნობიერ სფეროებში ძალას იკრებდა ერთგვარი შიდა, ანუ ფარული დინება, რომელიც შემდგომში ზედა წამყვან დინებად იქცა. ბუნებრივი გარდუვალობა. ხოლო მე-16 საუკუნიდან ჩაისახა ახალი ფარული დინება, რომელიც სწორედ ჩვენს დროში იკრებს ძალებს, ანუ მზადდება, რათა ზედა დინებად გადაიქცეს. მიქაელის ეპოქისთვის ნიშანდობლივია ის, რომ ბუნებრივ გარდუვალობასთან პარალელურად არსებული ფარული შიდა დინება ამიერიდან ზედა დინებად უნდა გადაიქცეს. მაგრამ თუ კი გსურს გავიგოთ საკუთრივ რა მზადდებოდა ამ ფარული დინების სახით, ჩვენ უნდა ჩავწვდეთ დედამიწის განვითარების შინაგან სულს. ამას წინათ ვცადე თქვენი ყურადღება მიმეპყრო მასზე, რასაც ბუნებრივად ადგილი აქვს დედამიწის და განსაკუთრებით კაცობრიობის განვითარებაში. მიწიერი კაცობრიობა და თავად დედამიწაც დაღმართ ეშვება, ანუ დეგრადაციის სტადიაშია. მე მივუთითე ფაქტზე, რომელიც დღეს გეოლოგიურ ჭეშმარიტებადაა აღიარებული. სახელმწიფო დედამიწის ქერქი დაშლის პროცესს განიცდის, მაგრამ თავად კაცობრიობა თავისი საკუთარი ევოლუციის პროცესში იმდენად უნდა მომძლავრდეს, რომ შეძლოს აღიქვას სულიერი იმპულსები, რომლებიც დეგრადაციის წინააღმდეგაა მიმართული. ამისთვის კაცობრიობა ცნობიერი სულიერი ცხოვრებით უნდა განიმსჯვალოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ კაცობრიობა ცნობიერი სულიერი ცხოვრებით უნდა განიმსჯვალოს. საჭიროა გავაცნობიეროთ ის ფაქტი, რომ კარგა ხანია უკან ჩამოვიტოვეთ დედამიწის განვითარების უმაღლესი წერტილი და იმისთვის, რათა დედამიწამ კვლავ განაგრძოს განვითარება, სულიერება კიდევ უფრო მეტი სისრულით, უფრო ნათლად და მკაფიოდ უნდა იქნას აღქმული. ეს არის ოქროს სიტყვები. იმისთვის, რათა დედამიწამ კვლავ განაგრძოს განვითარება, სულიერება კიდევ უფრო მეტი სისრულით, უფრო ნათლად და მკაფიოდ უნდა იქნეს აღქმული. თავიდან ეს სიტყვები შესაძლოა აბსტრაქტულ მოწოდებად გვეჩვენოს, მაგრამ სულიერი მკვლევარისთვის ეს არ არის აბსტრაქცია. თქვენთვის ცნობილია, რომ ჩვენ ძალგვით თვალი ვადევნოთ დედამიწის განვითარებას სატურნის, მზის, მთვარის სტადიების გამჭოლ. ეს განვითარება შეიძლება ასეც დავახასიათოთ. ორი წერტილი აქვს. თუ კი ვლაპარაკობთ თანამედროვე კაცობრიობაზე, მაშინ კაცობრიობის განვითარება სატურნის, მზის და მთვარის პერიოდების ჭრილში უნდა განვიხილოთ როგორც მოსამზადებელი, ანუ ევოლუციის წინა სტადია. შეინიფთა რა თავისი მე, ადამიანმა მხოლოდ დედამიწაზე მიაღწია ჭეშმარიტად ადამიანურ საფეხურს და მისი არსება უფრო და უფრო აივსება და დაიხვეწება დედამიწის შემდგომი განვითარების გვალდაკვალ. თქვენთვის ცნობილია, რომ ეგრეთ წოდებულმა არქეებმა სადღეისოდ პიროვნების სულებმა, ანუ დროის სულებმა, ასევე განვლეს სატურნის სტადია. ესე იგი, არქები, სატურნის სტადია. არქები იგივე
დროის სულები, პიროვნების სულები. მათ ასევე განვლეს სატურნის სტადია, მაგრამ სრულიად განსხვავებული ფორმით, სრულიად სხვა სახით. კერძოდ, სატურნის სტადიაში ისინი განვითარების იმ საფეხურზე იმყოფებოდნენ, რომელზედაც დღეს იმყოფება ადამიანი. ჩემს წიგნებში ეს ასეთნაირადაა განმარტებული. ის, რასაც დღეს არქებს, ანუ პიროვნების სულებს ვუწოდებთ, სატურნის პერიოდში ადამიანები იყვნენ. მთავარანგელოზები მზის პერიოდში იყვნენ ადამიანები, ანგელოზები მთვარის პერიოდში, ხოლო ჩვენ ადამიანის მდგომარეობას დედამიწაზე მივახციეთ. ესე იგი, ეს არის მესამე იერარქიის წევრები. ანგელოზები, მთავარანგელოზები და არქეები. ესე იგი, არქეებმა სატურნის პერიოდში განვლეს ადამიანის სტადია. მთავარანგელოზებმა მზის პერიოდში, ანგელოზებმა მთვარის პერიოდში, ხოლო ადამიანის მდგომარეობას ჩვენ მივახციეთ დედამიწაზე. ყოველივე ამის პარალელურად, როგორც ეტაპობრივი მოსამზადებელი, რა თქმა უნდა, საკუთრივ ადამიანის განვითარებაც მომდინარეობდა. გადავხედოთ წარსულს, თუნდაც მთვარის სტადიას. მთვარეზე ანგელოზები ადამიანური არსებები იყვნენ. ცხადია სრულიად სხვა გარეგნობის, რადგანაც მთვარეზე სხვა პირობები იყო და ამ მთვარის ადამიანებთან, ანუ ანგელოზებთან პარალელურად ვითარდებოდით ჩვენც, რომლებმაც წინარე მიწიერი ევოლუციების მანძილზე გარკვეულ განვითარებას მივახციეთ. ასე რომ ანგელოზებს უკვე იმხნად ყურადღების არეში ვყავდით, განსაკუთრებით მთვარის დაღმავალი განვითარების ფაზაში, როდესაც ჩვენ ადამიანები დიდ სირთულეებს ვუქმნიდით მათ, ანუ ანგელოზებს. იგივეს განიცდის დედამიწის რეგრესულ ფაზაში ადამიანიც. იმ დროიდან, რაჟამს მიწიერი ევოლუცია დაღმავალ ფაზაში შევიდა, სხვა არსებებმა გაგვახსენეს თავი. აი როგორც ჩვენ ვუშლიდით ხელს მთვარეზე ანგელოზების განვითარებას. ჩვენ განსაკუთრებული სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ სულის მეცნიერული კვლევის ამ უაღრესად მნიშვნელოვან საყურადღებო შედეგს. სახელმწიფო შესამჩნევად გამოიკვეთნენ ის არსებები, რომლებიც იუპიტერზე, დედამიწის ევოლუციის შემდგომი სტადია არის უკვე იუპიტერული სტადია. ესე იგი, გამოიკვეთნენ ის არსებები, რომლებიც იუპიტერზე ადამიანის არსებამდე განვითარდებიან, მართალია ჩვენგან განსხვავებული ფორმით, მაგრამ ამის მიუხედავად ისინი შეიძლება ადამიანის არსებას შევადაროთ, რამე თუ იუპიტერზე ჩვენ სხვაგვარი არსებები ვიქნებით. ეს ასე ვთქვათ, მომავალი იუპიტერის ადამიანები უკვე დღესაც არსებობენ, ზუსტად ისევე, როგორც ჩვენ ვარსებობდით ძველ მთვარეზე და ხელს უშვილდით მაშინ ანგელოზებს, ხო? და ეხლა ესენი ჩვენ გვიშლიან. გარეგნულად ისინი ცხადია უხილავნი არიან, მაგრამ მე უკვე გაგიმარტეთ თუ რას ნიშნავს იყო გარეგნულად უხილავი. და ისიც ითქვა, რომ ადამიანი იმავდროულად ზეგრძნობადი არსებაა. ამრიგად ზეგრძნობადის სახით სრულიად რეალურად ეს არსებები დედამიწაზე ჩვენს ირგვლივ იმყოფებიან. მე კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საყურადღებოა ის, რომ გარკვეული რეალური არსებები, რომლებიც ფაქტიურად ჩვენსავე გარემოცვაში იმყოფებიან, თავადვე გვამცნობენ ამას. მე-15 საუკუნის მეორე ნახევრიდან ისინი სულ უფრო და უფრო თამამად ავლენენ თავს. ეხლა ვინც და რო იცის, მას შეუძლია იმის წარმოდგენა, რომ შვიდეულებად დაალაგდეს ტაროს არკანები. პირველიდან მე-7-მდე, მე-8-დან მე-14-მდე და მე-15-დან 21-მდე. ეს უკვე მესამე ხაზია. და კარგად მოგეხსენებათ, რომ მესამე ხაზი იწყებს მე-15 არკანი, ანუ ეშმაკი. აი მე-15 საუკუნის მეორე ნახევრიდან ისინი სულ უფრო და უფრო თამამად ავლენენ თავს. ეს არსებები ძირითადად ისეთი ძალის და მოქმედების იმპულსებს ფლობენ, რომლებიც ერთობთ ჩამოგავს ადამიანის ნებელობას, ნებისყოფის ძალას და რომლებიც ადამიანის შეგნების ყველაზე ღრმა ფენებშია დაუნჯებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს უხილავი არსებები დაკავშირებული არიან იმასთან, რაც დღესდღეობით ადამიანის ჩვეულებრივი ცნობიერების მიღმა ძევს,
თანამედროვე კაცობრიობის განვითარების პროცესში მათი მონაწილეობა არავითარ ეჭვს არ ბადებს. ისინი ერთობ საგრძნობლად გვახსენებენ თავს. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავე დგას მათთვის, ვინც მთელი სერიოზულობით ეკიდება სულიერ შემეცნებას. მეც საკმაოდ ძლიერად შევეჯახე ამ პრობლემას. თავის დროზე ამა თუ იმ ფორმით მეგობრებთანაც მილაპარაკია ამის შესახებ, როდესაც 1914 წლის ომის კატასტროფა დაგვატყდა თავს. საკითხავია, როგორ მოხდა, რომ ევროპის კაცობრიობა მოიცვა მოვლენამ, რომელიც გამომწვევი მიზეზების თვალსაზრისით ფაქტიურად ვერ იზომება იმ ჩვეულებრივი საზომით, სხვა ისტორიულ მოვლენათა შეფასებისას რომ ვიყენებთ. ვისთვისაც ცნობილია, რომ სულ 30-40 ადამიანი მონაწილეობდა იმ გადაწყვეტილებაში, რამაც 1914 წლის ომი განაპირობა, ვისთვისაც ცნობილია ისიც თუ რამ შვინვერ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ ეს ადამიანები, ის უეჭველად შეეჯახებოდა ამ უმძაფრეს პრობლემას. რამე თუ ისინი ყველანი რაგინთ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, დაბინდული ცნობიერების მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. საერთოდ, ბოლო წლებში ბევრი რამ ისეთი მოხდა, რაც ადამიანის დაბინდული ცნობიერებით იქნა განპირობებული. 1914 წელს ყველა ხელმძღვანელი პოსტი ეკავათ ადამიანებს, რომლებიც ყველაზე საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს ივლისის მიწურვილსა და აგვისტოს დასაწყისში დაბინდული ცნობიერებით იღებდნენ. დღემდე ასე გრძელდება. ეს გაახლავთ არსობრივად სახიფათო, ავის მომასწავლებელი პრობლემა. თუ კი სულის მეცნიერული მიმართებით გამოვიკვლევთ ამ პრობლემას, დავრწმუნდებით, რომ ადამიანის დაბინდული ცნობიერება არის ის კარიბჭე, საიდანაც ნებელობითმა არსებებმა შეაღწიეს ადამიანებში და დაიუფლეს მათი ცნობიერება. ისინი დაეუფლნენ ადამიანის დაბინდულ გონებას და მისი ცნობიერების მეშვეობით მოქმედებენ. სწორედ ეს არსებები გახლავთ ადამიანამდელი, ანუ ადამიანის წინარე, ქვეადამიანური არსებები, საკუთრივ ვინ არიან ისინი. ეს კითხვა მთელი სერიოზულობით უნდა დაისვას. რას წარმოადგენენ ისინი? თავის დროზე ჩვენ ვილაპარაკეთ ადამიანის ინტელექტის შესახებ, გონივრული ადამიანური მოქმედების შესახებ, რომლის მარტივად რომ თქვათ სამოქმედო იარაღი თავის ორგანიზაციაშია განთავსებული, თავის როგორც ორგანიზმი. ვიცით აგრეთვე, რომ ადამიანის ინტელექტუალური წვდომის უნარი მთავარანგელოს მიქაელის იმ ქმედებას უკავშირდება, რომელიც სიმბოლურად დრაკონის დამხობაში გამოიხატება. თუმცა ეს სიმბოლო ერთობ ტრივიალური გახლავთ. რამე თუ როდესაც მართებულად წარმოვიდგენთ მიქაელს დრაკონთან ერთად, ასე უნდა ვთქვათ. ორი წერტილი, ეს არის მიქაელის არსება. ეს კი დრაკონი, რომელიც განასახიერებს ყოველივეს, რასაც მოიცავს ჩვენი ეგრეთ წოდებული გონება და ინტელექტი. თავისი სუპოსტატის ამალას მიქაელი შთააქვევებს არა ჯოჯოხეთში, არამედ ადამიანის თავში, სადაც ეს ლუციფერული იმპულსი განაგრძობს ცხოვრებას. გახსოვთ ალბათ, რომ ადამიანის ინტელექტი მე დავახასიათე როგორც ლუციფერული იმპულსი. ამრიგად შეიძლება ითქვას, თუ კი დედამიწის ადრეულ ევოლუციაში ჩავრმოდებით, მიქაელის ქმედებას დავინახავთ და სწორედ ამ ქმედებასთანაა დაკავშირებული ადამიანის გონების გასხივოსნება. ქვეადამიანური არსებები, რომელთა ხასიათის ძირითადი ნიშანდობლიობანი ზედმიწევნით ესიტყვება ადამიანის ნებელობას, ადამიანის ნებისყოფის ძალას, ამჟამად გარკვეული მიმართებით ქვემოდან ზემოთ მოქმედებენ. ადამიანის ნებელობას იუფლებენ, ნებელობას ერწყმიან, მაშინ როდესაც მიქაელის მიერ დამხობილი ძალები ზემოდან ქვემოთ მიიმართებიან. ისინი არიმანულ სამეუფეოს განეკუთვნებიან. არიმანული გახლდათ ის ზეგავლენაც ადამიანთა დაბინდული ცნობიერების გამჭომ რომ მოქმედებდა. დიახ, სანამ არ გავითვალისწინებთ ამ ძალებს, როგორც სამყაროში ობიექტურად მოქმედ ძალებს, ისევე როგორც დღეს ითვალისწინებენ მაგნეტიზმს, ელექტრობას და ასე შემდეგ, მანამდე ვერ მივაღწევთ იმ ბუნების ჭეშმარიტ ხედვას, რომელიც გოეთეს ჰიმნი პროზაში, აი ამ ჰიმნი პროზაშის თანახმად, თელ ადამიანს მოიცავს. ის ბუნება კი, რომელსაც თანამედროვე ბუნების მეტყველება იმეცნებს, მოიცავს არა ადამიანს. მთელი მისი არსით, არამედ მარტოოდენ მის ფიზიკურ გარსს. დედამიწის ქმნადობის დასაწყისში ადგილი ჰქონდა ლუციფერული არსებების დამხობას. დღეს სახეზეა ერთგვარი აღზევება, არიმანული არსებების შემოჭრა
ქვემოდან. პირველნი ლუციფერული არსებები ვლინდებიან წარმოსახვის, წარმოდგენების ლუციფერული უნარით. მეორენი არიმანული არსებები ადამიანის ნებელობაზე ზემოქმედებით. ასე კი კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, როგორ ვლინდება ლუციფერული არსებები. ისინი ვლინდებიან წარმოსახვის, წარმოდგენების ლუციფერული უნარით. ასე კი წარმოსახვა და წარმოდგენა ლუციფერული უნარით. და მეორენი, ეს უკვე არიმანული არსებები, ადამიანის ნებელობაზე ზემოქმედებით. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, უნდა შევიგნოთ, რომ ეს არსებები გარემო გვიცავენ და ანგარიში უნდა გავუწიოთ მათ. უნდა გავითვალისწინოთ მათი ზემოქმედების ბუნება. ჯერჯერობით მხოლოდ ადამიანზე რომ ვრცელდება. ცხოველთა სამყარო უფრო მოგვიანებით ჩაერთვება განვითარების საკუთრივ დედამიწისეულ პერიოდში. ამიტომ ეს არსებები ცხოველთა სამყაროზე ჯერჯერობით არ ზემოქმედებენ. მაგრამ ჩვენ ვერ გავიგებთ, რას წარმოადგენს კაცთა მოდგმა, თუ კი ამ არსებებს არ გავაცნობიერებთ. ეს ის არსებებია, რომელთა უკან დგას არიმანული ძალმოსილება, უძლიერესი ნებელობით და წარმართველი ძალებით. უძლიერესი ნებელობით და წარმართველი ძალებით, რომ აღჭურვის მათ. თავისთავად ისინი იქვე ადამიანურ არსებებს განეკუთვნებიან, მაგრამ ერთიანი მასით უმაღლესი არიმანული სულების დაქვემდებარებაში იმყოფებიან და აქედან გამომდინარე ფლობენ რაღაც ისეთს, რაც გაცილებით აღემატება მათსავე არსს და ბუნებას. ამიტომ თუ კი ხელთ იგდეს ადამიანი, ისეთნაირად ამოქმედდებიან, ისეთ ძალას გამოავლენენ, რომ უმწეო ადამიანური არსება ვერც გაუმკლავდება და ვერც რაიმეს დაუპირისპირებს. უკეთ სულიერად არ გააძლიერა თავისი თავი. რა მიზანი ამოძრავებთ ამ არსებებს? ლუციფერულ ამალას მიქაელმა რომ შთა მოამხო, განზრახული ჰქონდა, განესხიოსნებინა, გონებით განემსჭვალა ადამიანი. არიმანულ ლაშქარს გამიზნული აქვს ადამიანის ნებელობა გამსჭვალოს. მაინც რა სურთ ამ არსებებს? ისინი რაღაც მოხერხებით ადამიანის არსების ყველაზე ღრმა ფენებში იკალათებენ. იმ ფენებში, სადაც დღესდღეობით ადამიანს სიფხიზლის დროსაც ღრმად სძინავს. ადამიანი ვერ ამჩნევს, როგორ ეპარებიან ისინი მას სამშვინველში და ასევე სხეულშიც. აქ ეს არსებები თავისი ძალის მეშვეობით მოიზიდავენ და იუფლებენ ყოველივეს, რაც ლუციფერმა მიისაკუთრა, რაც ქრისტედ განუმსჭველი დარჩა. მათ ეს შეუძლიათ. მათ ეს ხელი ეწიფებათ. ეს მეტისმეტად აქტუალური პრობლემაა. მე უკვე მიგითითეთ ერთ მოვლენაზე, რომელსაც სრულიად განსაკუთრებული კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობა აქვს. დღეს ჩვენ ვკითხულობთ ეგრეთ წოდებული თვითმართლების ნაწარმოებებს. 1000 ჯურის ადამიანი დაწყებული ბეტმანით და დამთავრებული იაგოვით. რაღაც აღარ წერენ, გაუთავებლივ წერენ. კლემანსონსა და ვილსონს ამ მიმართებით შეაგვიანდათ, მაგრამ ახლა ისინიც წერენ. ერთი სიტყვით დღეს ყველა წერს. აქ ახლა გერმანელ ავტორებს განიხილავს, რომელზეც მე არ შევაჩერებ თქვენს ყურადღებას და პირდაპირ გადავახტები. და სწორედ მაშინ, როდესაც ვაცნობიერებთ იმ მეტამორფოზებს, კაცობრიობა რომ განიცდის, შესამჩნევი ხდება, თუ რაოდენ ჩამორჩნენ ეს სამშვინველები, რომ ისინი არ მონაწილეობენ მეტამორფოზებში. აი ლაპარაკი ამ ტიპიცა და ლუდენდორფზე და მათ მემუარებზე. აწერს, რომ ესე იგი სხვაგვარად რომ თქვა, თუ ქრისტიანობამ ამ ადამიანთა გვერდით ჩაიარაო, რომ არაფერი ქრისტიანული მათ არ სცხიათო. კი, ისინი ფლობენ სიტყვებს და შესაძლოა ბავშვობაში ეკლესიაში სულიად და ულოციად კიდეც, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ჭეშმარიტი ქრისტეს იმპულსი არც მათ სამშვინველში და არც გულში ფეთქავს. ისინი კაცობრიობის განვითარების შედარებით ადრეულ საფეხურზე შეჩერდნენ. სწორედ ასეთი წარმოდგენების მქონე ადამიანები არიან ხელმისაწვდომები იმ სულებისთვის, რომლებზეც ზემოთ მოგახსენებთ. აი, არა ადამიანურ სულებზე ლაპარაკი. ეს სულები იყოლიებენ და იუფლებენ მათ და ასეთნაირად ამკვიდრებენ თავის მეუფებას. ამის შემდეგ ადამიანის გადაწყვეტილებებში სულიერი სამყაროდან ერთგვარი უცხო ელემენტი შემოიჯრება.
ლუდენდორფის შემთხვევაში ეს უშუალოდ ისტორიულად დასტურდება, თუმცა ჯერ არ არსებობს ისტორიული ფსიქოპათოლოგია. ლუდენდორფს ეს უშუალოდ ეხება 1914 წლის 6 აგვისტოს ლუტიხის აღების დროს ერთ-ერთ ქუჩაზე მთელი სამხედრო შენაერთი ჩაიხერგა. ლუდენდორფის იმ დროს ჯერ კიდევ პოლკოვნიკის ჩინით. მათ შორის იყო და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაც მას დაეკისრა. ლუტიხის ბედიც ქალაქია არსებითად მისმა ელვისებურმა გეგმამ გადაწყვიტა, მაგრამ თავად ლუდენდორფი ამის შედეგად ნორმალურ ცნობიერებას დაემშვიდობა. იგი ისეთი მშვენიერი ცხოვრების კალაპოტში მოექცა რომაელი კეისრების პერიოდში, რომ აღინიშნებოდა. მას გონება დაებინდა და ამან კარი გაუხსნა არიმანულ არსებებს. ასე და ამგვარად ლუდენდორფი ამ არსებათათვის ხელმისაწვდომი გახდა. აი ამ პრობლემის საპირისპირ გვაყენებს ჩვენი დროება. ამ პრობლემების პირისპირ. ადამიანი მათ გვერდს ვეღარ აუვლის. დედა როგორ მეორდება ჩვენს დროშიც. ეს რა თქმა უნდა ერთგვარ უხერხულობას გვიქმნის, რამე თუ ადამიანებს გაცილებით ეადვილებათ სხვაგვარად ფიქრი, უფრო სწორად მათ ურჩევნიათ საერთოდაც არ იფიქრონ ადამიანზე, მათ არ სურთ ადამიანის საფუძვლიანად შესწავლა და არც თუ უსაფრთხოა ამაზე ლაპარაკი მაშინ, როდესაც ბევრი ადამიანი სრულებით არ ესწრაფვის სიმართლეს, რომ არაფერი ვთქვათ ცრუ სენტიმენტალიზმებზე, რომლებიც ამგვარ განაცხადს, რა თქმა უნდა, ყოვლად აუტანა მშვენიერ სისასტიკედ მიიჩნევენ. მაგრამ მოვლენათა საფუძვლიანი წვდომა ისევ და ისევ ქრისტეს იმპულსის შემეცნების აუცილებლობას ცხადყოფს. ჩვენ ძალგვით სამოვიცნოთ თუ სახელდობ სად განვიცდით ქრისტეს იმპულსის უკმარისობას. გუშინ ითქვა, რომ ქრისტეს იმპულსმა შეგნების შუა ფენა უნდა გამსჭვალოს. დღეს შეგვიძლია განვავრცოთ ეს აზრი და ვთქვათ, რომ თუკი ქრისტეს იმპულსი შუა ფენას მოიცავს, თუკი ადამიანი ჭეშმარიტად გამსჭვალავს თავის არსებას ქრისტეთი, მაშინ არიმანული ძალები ვეღარ შეაღწევენ შეგნების შუა ფენის გამჭოლ ზედა ფენაში. და ამაოდ დაშვება მათი მცდელობა, თავიანთი სულიერი ძალების მეშვეობით ქვე ჩაიტყუონ ადამიანის ინტელექტის ძალები. ყველაფერი ამაზე დამოკიდებულია. უაღრესად მნიშვნელოვანია სწორედ დღეს ამოვიცნოთ იმ ზემოქმედებათა არსი, რომელიც ქვე ადამიანურ, თავის მხრივ სხვა არსებათა გავლენას დაქვემდებარებულ არსებათაგან ჩვენსკენ მოემართება. ესე გავიმეოროთ ხო ეს. უაღრესად მნიშვნელოვანია სწორედ დღეს ამოვიცნოთ იმ ზემოქმედებათა არსი, რომელიც ქვე ადამიანურ, თავის მხრივ სხვა არსებათა გავლენას დაქვემდებარებულ არსებათაგან ჩვენსკენ მოემართება. ასევე მნიშვნელოვანია სხვა ზოგიერთი ზემოქმედებანიც, რომლებიც მხოლოდ ადამიანთა სამყაროზე ვრცელდება. გასულ კვირას მე ვილაპარაკე მიქაელის ზემოქმედებაზე. დავახასიათე ეს ზემოქმედება და როგორც სიმართლეა ის, რომ ინტელექტის ლუციფერული ნაკადი ადამიანში მიქაელის მეშვეობით შემოვიდა, ასევე სწორია ისიც, რომ ამჟამად საპირისპირო პოლუსი იჩენს თავს არიმანული ძალების აღზევება და მხოლოდ მიქაელის დაუცხრომელი მოღვაწეობის წყალობით აღიჭურება ადამიანი იმ ძალით, რომელიც წინააღმდეგობას უქმნის იმას, რაც მასში ქვემოდან ზემოთ გაღვივებას ლამობს. ჩვეულებრივ ბუნებრივ გარდუვალობაზე დაყრდნობა სხვა რომ არა ფიზიოლოგიურადაც საშიშია, რადგან სასკოლო და ყოფითი აღზრდა იმ ცნებებით, რომლებიც ჩვეულებრივი ბუნებრივი აუცილებლობიდან მომდინარეობს და ყოვლის შემძლე ბუნების აუცილებლობას ეფუძნება, ადამიანის თავს ასუსტებს და შედეგად ადამიანები იმდენად პასიურდებიან თავიანთი ცნობიერებასთან მიმართებაში, რომ გარეშე ძალებს შესაძლებლობა ეძლევა შემოიჭრან ადამიანის ცნობიერებაში, რომელიც სწორედ იმ ძალთა ნაკლულობას განიცდის, რომლებიც აუცილებელია, რათა ადამიანის სამშვენივრელმა ქრისტეს იმპულსი თანამედროვე ფორმით მიიღოს. ის, რაც ახლა მოგახსენეთ და რასაც ხვალ კვლავ განვავრცობ და განვავითარებ, გარკვეული მოსაზრებით აუცილებელ სათქმელს წარმოადგენს. მე ვალდებული ვარ ვილაპარაკო ამის შესახებ. არიმანულ არსებათა შემოტევა აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული.
ბევრმა დღეს არაფერი იცის ამ შემოტევის შესახებ და მაინც 1000 გვარ ყალბ ახსნა განმარტებებს გვთავაზობენ. რაკიღა რეალურს ვერ ეხებიან. მათ არ აიციან რამ სამეულის, ქრისტე, ლუციფერ, არიმანის შესახებ. ან არ სურთ რაიმე იცოდნენ ერთმანეთში ერევათ ლუციფერი და არიმანი. ასეთ ვითარებაში მათი გამორჩევა მართლაც შეუძლებელია. აღზევებული არიმანული არსებების ძირითადი ნამდვილი ხასიათის შეცნობა შეუძლებელია. მაგრამ თუ მკაფიოდ დავნაგვთავთ არიმანულ ბუნებას და ლუციფერთან შეპირისპირებაში ამოვიცნობთ მას, მაშინ ჩავწვდებით იმ ზეგრძნობადი გავლენის არსს, დღეს რომ ვლინდება. ვლინდება როგორც მიქაელის მიერ დამხობილი დრაკონის წინააღმდგომი ძალა. არიმანული წიაღიდან აღზევებული ძალები ადამიანში სუსტ და უცოლ წერტილებს პოულობენ. თუ კი იგი უზომიერად ეძლევა ინსტინქტურ იმპულსებს და არ ცდილობს გააცნობიეროს ისინი. დღეს არსებობს ინსტინქტური იმპულსების ვუალირების მეთოდი. მე ვიტყოდი ანტიმეთოდი, დახვავებული ცნებების მიღმა მოქმედი ინსტინქტური იმპულსები. მეტნაკლებად სწორ განჯდასაც კი შეუძლებელს ხდის ეს იმპულსები. გაიხსენეთ უახლესი დროის პროლეტარიატის მოწოდება. ამ მოწოდების მიღმა კაცობრიობის სრულად გამართლებული მოთხოვნები დგას. მე ხშირად განმიმარტავს ეს, მაგრამ რეალურად ეს მოწოდება სრულიად სხვა მოთხოვნებს მსახურებს. ეს სწორედ ის მოთხოვნებია, რომლებიც პირველად საზოგადოების სამწევრიანობის ჩვენეულმა იდეამ წამოჯრა. დღეს კი სწორედ ამ საზოგადოებას არსობრივად განსხვავებული ქმედებისკენ მოუწოდებენ. პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა შეერთდით. რას ნიშნავს ეს სიტყვები? ეს ნიშნავს გაზარდეთ თქვენი ანტიპატია საზოგადოების სხვა კლასებისადმი. ეს არის თქვენი პროლეტარული ნიშანდობლიობა. აღმოაჩინეთ ზიზღი სხვა კლასების მიმართ და ამ სულისკვეთებით გაერთიანდით, როგორც პიროვნებებში. ესე იგი შეიყვარეთ ერთმანეთი, როგორც პიროვნებები. ესე იგი შეიყვარეთ ერთმანეთი, გააერთიანეთ თქვენი სიძულვილი, გაერთიანდით სიძულვილში, ესწრაფეთ კლასობრივ სიყვარულს. კლასობრივი მეგობრების გარემოცვაში სიძულვილიდან ამოზრდილი სიყვარული ეძიეთ. სიძულვილიდან გამომდინარე შეიყვარეთ ერთმანეთი. ასე ხვავდება ყალბი პოლარულად საპირისპირო ცნებები, რომლებიც იმდენად ბინდავს ადამიანში აღქმის და შემეცნების უნარს, რომ ინსტინქტები საგულდაგულოდ ინიღბება და ადამიანმა არც იცის, რასთან აქვს სინამდვილეში საქმე. ეს სწორედ ის ანტიმეთოდი გახლავთ, რომლის მიზანია თანამედროვე ადამიანის აზროვნების გამოყენება ინსტინქტური ცხოვრების ძალაუფლების შესანიღბავად. იმ ინსტინქტური იმპულსებისა არიმანული არსებების მოღვაწეობისთვის განსაკუთრებულად ხელსაყრელ საყრდენ წერტილებს